დედა როგორც ჩანს წლების განმავლობაში ემიგრაციაშია, მამა იცით რომ იბრძვის უკრაინის ომში წინა ხაზზე. შესაბამისად მათთვის ეს ყველა ინფორმაცია არის ძალიან ახალი. მე რო იქ ვიყავი, დედა იმ წუთას იღებდა ინფორმაციას სოციალური ქსელით და ერთი კონკრეტული ინფორმაციით, უბრალოდ კონკრეტული პოსტით, რომელიც ჩემთვის უცნობ ადამიანს ეკუთვნოდა, სადაც გასაჯაროვებულია რაღაც სამედიცინო დასკვნა, ეს იყო მთავარი წყენის და ბრაზის მიზეზი და დედამ თხოვა, რომ გამესაჯაროვებინა შემდეგი ინფორმაციები, გამხდარიყო საჯაროდ და ხელმისაწვდომი ყველასთვის. პირველი ის, რომ ჩვენ არ ვიცით, დედის პოზიციაა, ჩვენ არ ვიცით, ოჯახმა რითი გარდაიცვალა ჩვენი შვილი და როგორ შეიძლება ეს სხვა მიცოდეს. ბუნებრივია, ექსპერტიზა უკვე ჩატარდა, თუმცა დაახლოებით ერთი თვე უთხეს ვადა რა ვადებში მშობლებმა უნდა გაიგონ და ოჯახის წევრებმა უნდა გაიგონ გარდაცვალების მიზეზი. ოფიციალურად, როგორც მე ვიცი, ამ დრომდე ოჯახს ეუბნებიან სეფსისის მიზეზს. ასევე დედასთვის მნიშვნელოვანია დედისთვის, რომ თქვენმა მაყურებლებმა სოციალურ ქსელში ჩვენ ყველა საზოგადოება მედიაში ზოგადად გაიგოს, რომ გინეკოლოგიური დახმარებისთვის, რეკომენდაციებისთვის 3 თვის წინ იყო მის ექიმთან შვილი, ამიტომ დედა გამორიცხავს იმ ჭორს, რომლის გამეორებაც არ მინდა, ან არასწორ ინფორმაციას. მან ხაზგასმით თქვა, რომ ზუსტად იცის, რომ არანაირი ქირურგიული ჩარევა არ ყოფილა მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში, ასევე ნათლობასთან დაკავშირებით მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიცოდეს, რომ ეს გოგო მონათლული იყო, გარდაცვლილი ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი, სიცოცხლის სავსე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშობლებისთვის, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ორივე შვილი მონათლული ყავდა, რომ ჯვარი დაწერილი ჰქონდა. შესაბამისად, ის მამაო, რომელმაც მას ჯვარი დაწერა, იყო მისი წესის ამგები ერთ შემთხვევაში და წესი აუგო სხვა ორმა მამაომაც. და ოჯახი გამოთქვამდა წყინას, რომ მათ ეთქვათ უარი ეკლესიაში დაკრძალვაზე, იმიტომ რომ ისინი ვერ იგებენ რა შეიძლება იყოს მიზეზი. თვითმკვლელობის ვერსიას არც კი უარსებია საერთოდ და შესაბამისად ეს მათი წუხილები მამამ მიყვებოდა, რომ ეს გოგო თავისი ფეხით მივიდა ექიმთან, საჭესთან იჯდა, ურთი კონტაქტი ჰქონდა და ეს კომუნიკაციაში, ორმხრივ კომუნიკაციაში შულს რაღაც წუხილებს ვერ ატყობდნენ, რასაც შეიძლებოდა ეჭვი გაეჩინა. პირიქით მამა ხას უსვამს, რომ შვილი ძალიან კარგ ხასიათზე იყო და მოულოდნელად აი კონკრეტულ ლოკაციაზე მისვლის შემდეგ რამდენიმე წუთში დადგა გარდაცვალება. მე ახლა არ ვისაუბრებ იმ ეჭვებზე, რაც მამას აქვს, იმიტომ რომ მე მაინც მგონია, რომ ამას ერთვის თან ემოციური ფონი და თუ ოჯახს მოუნდება ამაზე საუბარი, ოჯახი თავად ისაუბრებს იმ დეტალებზე, რაც მამამ ძალიან ემოციურად, ძალიან ძნელი სანახავია ზოგადად, როდესაც გსმენია ადამიანის შესახებ ლეგენდები, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ უარსებია ბრძოლას, რომელშიც მას მონაწილეობა არ მიიღო. დიახ, არ მონაწილეობდა და რაღაცა ყვებოდნენ იქ ჯარისკაცები, რომ ეს სხეულზე ეს ნაიარები ტყვიების და როცა აი ასე იციეს კაცი შორიდან და რო ხედავთ აცრემლებულს, ძალიან რთული სანახავია და მე მაინც მგონია, რომ მამა არის ემოციებში და შესაბამისად არ მგონია სწორი იყოს ჩემგან ეხლა საჯაროდ იმის მოყოლა, რასაც ის პირად საუბარში ყვებოდა. თუ ამის საჭიროება დადგება, მამა თავად ისაუბრებს მის ვერსიაზე და ასევე ძალიან დიდი მადლიერება აქვთ ადამიანების მიმართ. დედა ამბობს, რომ აი მაინც როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შულზე ვრცელდება, რომელიც ის წუხილები, ზიარების გაზიარება, ეს მწუხარების გაზიარება თითოეული ადამიანის მხრიდან, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ყველაფერს ეცნობა, ყველაფერს კითხულობს და არიან ძალიან მადლიერები ყველა მოქალაქის, რომლებიც ეპარქიაზე რა თქვეს, იმიტომ რომ მათი მხრიდან რომ უარი იყო, ეს სწორედ მამის სტატუსმა გამოიწვია შემდეგ ეს აჟიოტაჟი, რომელიც იყო სოციალურ ქსელში, სადაც მან პირველმა თქვა, რომ უარი უთხრეს შვილის, ასე ვთქვათ, ეკლესიაში გადასვენებას. მე თავისუფლებას მივცემ, რომ თქვა, რომ ისინი ძალიან აწყენები არიან, ეს წყენა ბრაზნარევია. მამა ამბობდა, რომ ის არ იმსახურებს ამ დამოკიდებულებას. სხვათა შორის აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მადლიერები არიან იმასთან დაკავშირებით, რომ დაუბრკოლებლად მიეცა მამას უფლება, რომ საზღვარი გადმოეკვეთა და მისი შვილი ეგლოვა. როგორც მე მან მითხრა, ორკვირიანი ვადა მისცეს და უფლება ქვეყანაში გაჩერების, ანუ ის შვილის დასაფლავებას, დაკრძალვას მოასწრებს და ისე წავა უკვე დაბრუნდება უკრაინაში. და რაც შეეხება ეს მეუფე გერასიმეზე განსაკუთრებული წყენა,
და უფრო მეტად ბრაზი. მე მივცემ ჩემ თავს უფლებას თქვა რომ ეს იყო უფრო ბრაზი. მამა იმეორებდა ამ სიტყვებს. მე არ ვიმსახურებ ამას. იმიტომ რომ იქ მიყვებოდნენ სხვა ადამიანები რომ აი სივიწროვის გამოც ეს უნდა ითქვას. ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა რომ მიიღოს ეს მოსული ადამიანების დიახ, ნაკადი ხალხის ისე როგორც მათ სურთ. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ გარდა ამ რაღაცა რელიგიური ხაზისა, ეს დედა მეუბნებოდა რომ კონკრეტულად მისი დედა, ანუ გარდაცვლილი გოგოს ბებია მსახურობს ეკლესიაში, რომლის მრევლიც იყო თავად გარდაცვლილი და უბრალოდ ვერც კი იგებენ. ვერც კი იგებენ ეს უარის მიზეზი რა შეიძლება იყოს. კი ბატონო, ძალიან მძიმე ამბავია, გამოხმაურებების კითხვა კიდევ უფრო მძიმე, მინდა რომ გადავიდეთ პოლიტიკურ თემებზე. მადლობა ამ ინფორმაციისთვის და თქვენი სტატუსისთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირი სიცხადე ოჯახის მხრიდან კიდევ მეტი შეიტანა ამ ამბავში. მინდა კითხოთ ხვალინდელ ყრილობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში თქვენ კამპანიასთან დაკავშირებით ეს კამპანია და ის საბჭო, რეფორმების საბჭო, რომელიც თუ ბორდი შეიქმნება, ეს არის სულ სხვა ორგანო, რომელსაც ხვალინდელ ყრილობასთან არანაირი კავშირი არ ექნება, იმიტომ რომ რამდენიმე კითხვა გაჩნდა, ანუ ორი პარალელური სტრუქტურა შეიქმნება ნაციონალურ მოძრაობაში, თუ ერთი იქნება ნაციონალურ მოძრაობაში, ერთი მიღმა. მესმის. არა, ეს არის ერთი სტრუქტურა, პრინციპში, სტრუქტურა, რომელიც არ არის პარტიული, სტრუქტურა, რომელიც ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ რომ დატვირთონ თავიანთი CV ისტორია პარტიული, პარტიაში მათი ინტეგრირებით მიეცეთ შესაძლებლობა რომ მონაწილეობა მიიღონ და ჩაერთონ. ზოგადად მგონია რომ მე მიყვარს საქართველო. არ შეიძლება მოიცავდეს ერთ პოლიტიკურ ჯგუფს. მე პირიქით მინდა რომ ჩემი ის რაღაც რამდენიმე წლიანი გამოცდილება, როდესაც შემეძლო კომუნიკაციის აწყობა პარტიული კუთვნილების მიუხედავად ყველა ადამიანთან ეს გამოვიყენო, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს არის ჩემი ძლიერი მხარე. რასაც ახლა დიდი სიამოვნებით დავხარჯავ ამ ნაწილში, იმიტომ რომ მე მინდა რომ ყველას ვესაუბრო, მე მინდა რომ არ მედოს რაღაცნაირი შეზღუდვა. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს არ არის პარტიული, ეს ახალგაზრდებსაც მათ შორის, რომლებიც არ წარმოადგენენ კონკრეტულ პარტიას, მისცემს საშუალებას რომ იყვნენ უფრო მოქნილები. იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ძალიან ბევრი ხო, მაგრამ ეს თავისუფლების პერიოდი რა 6 თვეში ხომ დასრულდება, ასე არ იქნება? მაგრამ ეს ხომ ჯერ ესეთი პარტიულად გარდაიქმნება, არა? ასე გავიგე ყოველ შემთხვევაში. იმიტომ რომ ამ ყველაფერს აქვს წინაპირობები. მე მithქვამს კიდეს და დიდი სიამოვნებით გავიმეორებთ ჩვენს ეთერში დიანა, იმიტომ რომ მე მაინც მგონია რომ ყველა გადაცემას თავისი და განსხვავებული სპეციფიკის აუდიტორია ყავს, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენს აუდიტორიასაც მივაწვდინოს, თქმა რომ არსებობს რაღაც საკითხები, რაზე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. ჩემი მთავარი მოკავშირე ამ შემთხვევაში არის მიხეილ სააკაშვილი. პირველი ეს გაცხადებული მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მან უნდა გააკეთოს საჯარო პოზიციონირება საკუთარ დღის წესრიგთან დაკავშირებით, ის როგორ ხედავს პოლიტიკურ პროცესებში საკუთარ თავს, რა იქნება მისი სტატუსი, ამიტომ ეს 6 თვე არ არის დამოკიდებული მხოლოდ ნანუკაზე. ასევე მეორე მინდა გულწრფელი ვიყო შენთან და რეფორმების გატარება ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც მეტნაკლებად დახურული პარტიაა, ხელისუფლებაში ნამყოფი პარტიაა, რომელსაც იცის წარმატების გემო, შესაბამისად ძალიან რთულია მათთვის, მე არ გულისხმობ ახალ შემატებულებს შემდეგ, მათთვის ძალიან რთულია ველის პოლიტიკის შექმნა, ყველას არ გულისხმობ ამაში რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როდესაც წლების განმავლობაში 9 წელი კაბინეტში ხარ, პოლიტიკურ პროცესებში 13 წელი ველზე არიან, ანუ აღარ აქვს კაბინეტური ცხოვრება. მაგრამ არა ყველა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს დღის წესრიგი შეიქმნას ყველა რგოლში, ყველა გაიშალოს ველზე, ოღონდ ველზე გაშლა არ გულისხმობს მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას. ანუ არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოსახლეობასთან მისვლას. ველზე გაშლა ნიშნავს დღეიდან, ხვალიდან რეგიონებში ჩასვლას, ხალხთან შეხვედრას. რაც შეეხება რეფორმების ნაწილს, რეფორმების ნაწილში მნიშვნელოვანი არის ის, რომ პარტიაში ადამიანების როლს როგორ ხედავენ ადამიანები, მოქალაქეები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთია ჩვენ რა წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ მეორეა ხალხი იქნება ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, თუ იქნება სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოსაზრება
ჩემთვის პირადად და მიშასთვის ასევე უნდა ხაზგასმით თქვა, იმიტომ რომ შემდეგ რეფორმების ხედვაც სწორად ჩამოყალიბდეს. იმიტომ რომ მოდით შევთანხმდეთ, მოგწონს თუ არ მოგწონს, ჩვენ მაინც ერთ ვიწრო წრეში ეგრეთ წოდებულ ბაბლში ვიხარშებით, მაინც ერთმანეთის მოსაზრებას ვიზიარებთ და გგონია სრული ჭეშმარიტება ჩვენი შეხედულებები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. და ამ დროს გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში იღებს მოქალაქე. მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს რეგიონში, მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ქალაქებში, მაღალმთიან სოფლებში და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემთვის საინტერესოა მათი ხედვა. მიშას როლს როგორ ხედავენ პროცესებში? რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის მიშასთვის ამ სტატუსის მინიჭება, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ძალიან გადამრჩენელი იქნება ამ პარტიისთვის, მაგრამ საინტერესოა ის ხალხი, რომელმაც უნდა შემოხაზოს ხუთიანი აქვთ იგივე ხედვები. ამიტომ მე კარდაკარ არ მეზარება, ენერგია მაქვს, კარდაკარ მოვივილი ყველას. მე შემიძლია საჯარო პირობა დავდო და ცხოვრებაში პირობა არ დამირღვევია, რომ ეს არ იქნება მარტო ხუთიანის კამპანია, ეს იქნება ოპოზიციური ველის კამპანია. მე თუ შევხედავ, რომ მოქალაქე სხვა ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველია, არ შევეცდები მის გადარწმუნებას, იმიტომ რომ თუ მას ძალიან ჯერა მისი არჩევანი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ჩემთვის არის საერთოდ ოპოზიციური სპექტრის გამარჯვება, მაგრამ თუ შევხედავ, რომ ის ადამიანი, რომელსაც მე ვესაუბრები, ჩვენზე განაწყენებულია და ამ წყენების მოშუშება შემიძლია, მისი ბრაზის გაქარწყლება შემიძლია, რა თქმა უნდა, მე შევეცდები, რომ ნაციონალურ მოძრაობას ამომრჩეველი დავუბრუნო. ვერ დავესწრები, იმიტომ რომ ჩემი აზრით დაესწრებოდი? რომ იყო თბილისში. ნახეთ როგორ არის ვიყავი ამ დილემის წინაშე. ჯერ ესეთ ჩვენ ანაკლიაში გვაქვს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, ამიტომ ვკითხე რომ იყო თბილისში. იცი რა არის? აქაც მინდა გულწრფელი ვიყო, მაგრამ არ მინდა რომ ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ეს მე რაღაცნაირი გარკვეული ისედაც არასწორი და არაობიექტურია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ აი ჯერ ერთიც ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ რამე წინააღმდეგობა შეხვდა მიშას ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით, არ არის სწორი. ეს მე ვითხოვე 6 თვე. მე ვითხოვე ეს 6 თვე. ეს არ იყო მიშას ინიციატივა, უბრალოდ თქვა რომ სწორი იყო ეს გზა და მეორეს მხრივ არ მინდა ადამიანებმა ჩასხვალ, ხო შეიძლება სხვას უნდოდეს კანდიდატობა, თავმჯდომარეობის კანდიდატობა, რომელიც დღეს ჩამოყალიბებული საკუთარ პოზიციაში არ არის და მე არ მინდა ვინმე იფიქროს, რომ მე იმ პრივილეგიით ვსარგებლობ, ეს თავისთავად უკვე არის გასაგებია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი ხმანაც კი და ხმა ნაციონალურ მოძრაობაში, მაგრამ ეხლა დამატებით არ მინდა ვინმე შეუქმნა ის განცდა, რომ მე ამას ვიყენებ. ნანუკა, მე როგორ გავიგე, მაინც აგიხსნით და რამე ხომ არ მეშლება, იმიტომ რომ მინდა რომ კიდევ უფრო მარტივად დავხსნა. მოკლედ, ხვალ იქმნება პარტიული სტრუქტურა, რომელშიც შევლეთ პარტიის პოლიტიკოსები, პარტიის წევრები და ისინი 6 თვე ამ გარდამავალ პერიოდში მიიყვანენ პარტიას რაღაც ლოგიკურ წერტილამდე 6 თვეში, რომ პარტია ფუნქციონირებდეს, რაღაც კომენტარებს აკეთებდნენ, ეთერებში დადიოდნენ, არ ვიცი, აქციებზე და ასე შემდეგ. ამ პერიოდში შენ შეეცდები, როგორც მომავალი ხელმძღვანელი ამ პარტიის, სავარაუდოდ, კი ბატონო, რეფორმების რეცეპტი დადო და ამავდროულად რაღაცნაირად ეს კამპანია თავმჯდომარეობის კამპანია აწარმოო და შემდეგ 6 თვეში მიხვალ პარტიაში შესაძლოა თავმჯდომარეობის კამპანია. შესაძლოა არასრულად იმ ხალხთან ერთად, იმიტომ რომ ამბობ, რომ ეს ხალხი შეიძლება პარტიულად არ უნდათ ბიოგრაფია დაიმძიმონო, შეიძლება ამ პერიოდში შენთან ერთად იყვნენ, მაგრამ პარტიაში წაყვებიან თუ არა, ეს აგვიხსენი, იქნებ რამე არასწორად გავიგე. ჩვენ ამაზე ახლა არ ვსაუბრობთ, პარტიაში ვინ წამოყვება. ჩვენ ახლა ეს არ არის პარტიის თავმჯდომარეობის კამპანია. არ არის. ეს არ არის, ეს არის იმ მოდელის შექმნა, როგორიც წარმომიდგენია მე ზოგადად, როგორიც წარმომიდგენია დამოკიდებულება პოლიტიკოსის ამ რანგში ჩემი თავის ახმა ჯერ კიდევ ცოტა მიჭირს და რაღაცნაირად რთული წარმოსათქმელია, მაგრამ როგორიც წარმომიდგენია ზოგადად პოლიტიკური დღის წესრიგის შედგენა. ჩემი აზრით ოპოზიციური პოლიტიკოსები დღეს რას უნდა აკეთებდნენ? ეს არ ეხება მხოლოდ ხუთს. თუმცა ბევრი უკვე ჩართულია იგივე ფორმატის შექმნაში, მე მას წარმატებებს ვუსურვებ, განსაკუთრებით წარმატებებს ვუსურვებ დათო ჯინჭარაძეს, იმიტომ რომ ის ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადამიანია და რაც შეეხება არჩევნებისთვის მზადებას პაცავად. რაც შეეხება არჩევნებისთვის მზადება, მე ვფიქრობ, რომ ამისთვის ერთი თვეც მეყოფა, მაშინ როდესაც გადავწყვეტავ თავმჯდომარეობას კენჭისყრაზე, ჩემი კანდიდატურა რომ საბოლოოდ დამტკიცდეს.
კი ბატონო, ნახოთ რა მოხდება ხვალ, ამას აქვს თქვენთვის მნიშვნელობა, იქ ვინ იქნება ბორდში, ვინ იქნება ხელმძღვანელი, ანუ ინტერესით ადევნებთ ამ პარტიის შიდა საკითხებს, თვალყურს, ამ ხვალიდაყრილობას. მე ერთადერთი მინდა ვისურვო, რომ ბორდში, არ ვიცი, პოლიცსაბჭოში თუ არ ვიცი რა, მნიშვნელოვან შემადგენლობაში, სადაც თვითონ კომფორტულად იგრძნობს თავს, ვნახოთ თინა ბოკუჩავა, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პარტიაში ყველა ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მნიშვნელოვანია და ფასეულია და რომელიც ამ პარტიისთვის ღირებულებას წარმოადგენს, ეს ყველა შემადგენელი ადამიანი სტატუსის თუ უსტატუსოდ ამას თავად გადაწყვეტენ ისინი დარჩნენ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ამ პარტიას არ აქვს ფუფუნება, რა ვიცი, ძალიან ეფექტური ადამიანები დაკარგოს. პოლიტიკაში ეფექტური ადამიანები დაკარგოს. კი ბატონო